გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღევანდელი ეპიზოდის თემა არის შფოთვა, რომელზეც ვისაუბრებ მეცნიერებათა დოქტორ, ექიმ-ფსიქიატრ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ნინო ოგრიბელაშვილთან ერთად. აქვე მინდა მადლობა გადაუხადო პოდკასტ არეას, სადაც მიმდინარეობს ცოდნის მოყვარე პოდკასტის ჩაწერები. გამარჯობა ქალბატონო ნინო, დიდი მადლობა, რომ დღეს ჩემთან ერთად ხარ და ესეც საინტერესო თემაზე ვისაუბრებ. მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის საპატიო მისია, როდესაც ვცდილობ, რომ მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია იმ პრობლემების შესახებ, რაც ჩვენ ფსიქიატრები ვაწყდებით და რაც ხშირად პრობლემურია ჩვენი მოსახლეობისთვის, ვინაიდან მათ არ იციან გარკვეული სიმპტომების შესახებ, ინფორმაციას არ ფლობენ და შესაბამისად არ იციან ვის მიმართონ, როდესაც რაიმე სიმპტომს საკუთარ თავში აღმოაჩენენ. კი ბატონო, რეალურად ისიც პატარა ისტორიას მოვყვები, რატომაც დავინტერესდი ამ თემით. დაახლოებით ერთი თვის წინ მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, დამემართა შეტევა. და უბრალოდ იმიტომ, რომ ინფორმაციას ფლობდი და ვიცოდი რა არის პანიკური შეტევა, მალევე მივხვდი, რასთან მქონდა საქმე. და ვფიქრობ, რომ ეს ცოდნა აუცილებელია, რომ ხალხს გქონდეს, რომ განსაზღვრონ, რასთან აქვს საქმე და მალევე მივხვდი, როგორ უნდა მიხედონ, თქვათ ესეთ თემას. დავიწყოთ ზოგადი გაგებით, რა არის შფოთი და რა ტიპის შფოთები არსებობს. სწორედ ეს არის ქვაკუთხედი, რაც განასხვავებს დაუშვათ მოსახლეობას ფსიქიატრისგან. ჩვენ შფოთვას უყურებთ როგორც აბსოლუტურად ნორმალურ და ჯანსაღ ემოციას, თუმცა ჩვენ ვიწყებთ საუბარს შფოთვით დარღვევებზე, ანუ პრობლემაზე, როდესაც ეს შფოთვა არის შეუსაბამო სიტუაციების, მნიშვნელოვნად ცვლის ადამიანის დამოკიდებულებებს, თუნდაც საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან, როდესაც ადამიანს ეკარგება იმის შესაძლებლობა, რომ გაუძღვეს თავის საყვარელ საქმეს, მიხედოს დაუშვათ ოჯახს და ასე შემდეგ. საქმე იმაშია, რომ შფოთვა ადაპტური რეაქციაა. ეს ჩვენ მოყვება იმ პერიოდიდან, როდესაც ჯერ კიდევ ადამიანი არ იყო homo moralisi, როგორც დღეს ვამბობთ, არამედ მაშინ, როდესაც ის გაურბოდა ძალიან ბევრ ბუნებრივ საფრთხეს, ებრძოდა ბუნების გამოწვევებს და შფოთვა ყოველთვის ატარებდა მამობილიზებელ კომპონენტს, აქვს მას მამობილიზებელი კომპონენტი და შესაბამისად უფრო ფხიზლად არის ადამიანი გარედან მომავალი საფრთხეების მიმართ. სწორედ ეს არის პრობლემა, რომ შფოთვა მე ხშირად მithქვავს ჩემი სტუდენტისთვის, რომ გაიხსენეთ ის მდგომარეობა, როცა თქვენ პირველად აკოცეთ თქვენთვის საყვარელ ადამიანს, აგიფრიალდათ გული, შეგეკვრათ სუნთქვა, დაგეწყოთ რაღაც ბატისკანივით შეგრძნებები და შემდეგ ეს მოვლენები, როდესაც მოვლენის გარეშე აღმოცენდება, აი ეს არის კოცნის გარეშე თუ აღმოცენდება, არა მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანზე ფიქრობ, მაგრამ არამედ მოულოდნელად, აბსოლუტურად ვერ აკავშირებ ვერაფერთან, ესაა სწორედ გაურკვევლობის განცდა, რომელიც შემაშფოთებელია. ადამიანს უნდა ყველაფერი ჰქონდეს თაროზე დაწყობილი, იცოდეს რა, რატომ და რისთვის ხდება. სწორედ ეს შფოთვა არის გზა, რომლითაც ადამიანი ცდილობს დააძლიოს ხვალინდელი საფრთხეები, დღეს არსებული საფრთხეები და ამიტომ მას ადაპტაციური რეაქცია ჰქვია. კი ბატონო, რა ტიპის შფოთვები არსებობს? მგონი რაღაც რამდენი ტიპის? შფოთვა ძალიან ბევრი დარღვევის სტრუქტურაში შედის. შფოთვაზე, როდესაც საუბრობთ, აქ აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ფსიქოლოგიური კომპონენტი, ქცევითი კომპონენტი, სუბიექტური შეგრძნებები, ანუ ფიზიკური კომპონენტი, რაზედაც ალბათ ვისაუბრებთ, თუმცა თუ თვითონ შფოთვით დარღვევებზე გვინდა ვისაუბროთ, აქ ძირითადად გამოყოფილია რამდენიმე ეს შფოთვითი ასოება ჩვენთვის არის ქოლგა სახელი, რომლის ქვეშაც მოვიაზრებთ პანიკურ აშლილობას, გენერალიზებულ შფოთვით აშლილობას,
სოციალური შფოთვითი აშლობა და აგორაფობია შფოთვითი აშლობა. Აი ძალიან საინტერესოა 4-ვე, რაც ამ ჯგუფში შედის. ხა ახალი კლასიფიკაციით სელექტიური მუტიზმით შედის, მაგრამ ამ შემთხვევაში მოდით თავი დავანებოთ, იმიტომ რომ მოსახლეობისთვის მაინც აი ეს ძირითადი 4 სახეობა არის ცნობილი. დიახ, შფოთვითი აშლობის სიმპტომატიკა ძალიან მჭარბად არის წარმოდგენილი პოსტტრაუმულ სტრესულ აშლობაში და შეიძლება ერთი მხრივ განვიხილოთ როგორც ამ ქოლგის ქვეშ არსებული ნოზოლოგია, ანუ დარღვევა. მაგრამ ყველა მათგანს თავისი სახე აქვს. მაგალითად, გენერალიზებული შფოთვით აშლობაზე როცა ვსაუბრობთ, ვამბობთ, რომ მას ძალიან ბევრი სიმპტომი აქვს პანიკური შეტევის, მაგრამ პანიკური შეტევა, რომელიც არის სწრაფად აღმოცენებული, ბევრი ვეგეტატური სიმპტომი, დაწყებული კანკალიდან, შიშის განცდიდან, რომ კონტროლს დაკარგავს, მოკვდება, გაგიჟდება, დამთავრებული კანზე პილოერექციას უწოდებთ, ბატის კანით, დამთავრებული სუნთქვის შექმნით ტაქიკარდიით და ასე შემდეგ, გენერალიზებულ შფოთვით აშლობას ასეთი მწვავე სიმპტომატიკა არ ახასიათებს. მას ახასიათებს გადაჭარბებული შეშფოთება, გადაჭარბებული ყურადღება სხვადასხვა ყოველდღიურ საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად სრულიად დაუსაბუთებელი შფოთვა იმის შესახებ, იყოფა თუ არა თანხა, როგორ გადავიდა მისი შვილი ქუჩაზე, ყოველდღიურია, ყოველწამიერია, პრაქტიკულად დღის განმავლობაში 10-ჯერ, 15-ჯერ, 20-ჯერ ამოწმებს იმ ობიექტს, რომლის სიცოცხლის საფრთხის როგორ ვთქვათ, რაღაც არაბუნებრივი განცდა აქვს მოულოდნელი და რაც მთავარია აუცილებლად გაურკვეველი შედეგებზე ფიქრობს ყოველთვის. ამ დროსაც გამოხატულია ფიზიკური სიმპტომები. მაგალითად, ამ დროს შეიძლება იმდენად დაჭიმული იყოს მთელი ფიზიკური სხეული, რომ ადამიანმა მოდუნება ვერ შეძლოს, იყოს კუნთები იმდენად შეკრული, რომ აი ეს დაჭიმული, ესეთი კისერი დაძაბული და ძალიან ხშირია მასთან ასოცირებული თავის ტკივილი, წელის ტკივილი, კუნთოვანი ტკივილები და შესაბამისად, აი ასეთი მაღალი შფოთვის ფონზე ხშირია ნეგატიური წარმოდგენების სწორედ უახლოესი გარემოცვის შესახებ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მაგალითად სოციალურ შფოთვით დარღვევაზე, ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანი, როგორ იქნება ის აღქმული საზოგადოების მხრიდან. ანუ ყურადღებას ამახვილებს სოციალურ სიტუაციებზე, რომელშიც შეიძლება არასაკმარისად კარგად მოიქცეს. მაგალითად, შეამჩნიონ, რომ დაძაბულია, შეამჩნიონ, რომ ხელი უკანკალებს, შეამჩნიონ, რომ დაუშვათ მეტყველება უჭირს და ამის გამო შესაძლებელია იფიქროს, რომ ადამიანებს მის მიმართ უარყოფითი გავლენა, უარყოფითი შეფასება ექნებათ. მაგალითად, სოციალურ აშლობებს, შფოთვით აშლობებს ასევე მიეკუთვნება ისეთი მდგომარეობა, როგორიცაა მაგალითად თვალეტში გასვლის შიში. მე მყოლია პაციენტი, როდესაც ის სანამ წავიდოდა რომელიმე სოციალურ თავყრილობაზე, დაახლოებით 5-6 ჯერ შედიოდა ტუალეტში სახლიდან გასვლა, რომ იქ არ მისულიყო. ეს არ არის მაგალითად ობსესიურ კომპულსიური აშლობა, რომ არ დასნებულდეს და არა, რომ არ შერცხვეს და იქ მოულოდნელად შარდის ბუშტმა არ უღალატოს, ესე ვთქვათ. სხვათა შორის, აი ამ სიტუაციაში თითქოს სოციალური შფოთვითი აშლობა გავს აგორაფობიასაც. აგორა თავისთავად ნიშნავს ალბათ იცით, დემოკრატიის ერთ-ერთი მაჩვენებელი იყო საბერძნეთში, ქალაქში არსებული დიდი მოედანი, სადაც ადამიანები გადაწყვეტილებას იღებდნენ თავისი ქვეყნის სასიკეთოდ, თავისი ქალაქის უკაცრავად სასიკეთოდ და აი ამ შემთხვევაში აგორაფობია არ ნიშნავს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნის შიშს.
აგორაფობია ნიშნავს, რომ ადამიანს გარკვეულწილად ეშინია, რომ შფოთვა არ დაეწყოს და მის გვერდით არ იყოს ის ადამიანი, რომელიც მის მდგომარეობაში კარგად ერკვევა და პირველად კარგ დახმარებას აღმოუჩენს. ანუ გარკვეულწილად თითქოს გავს სოციალური ფობია, აგორაფობიას, მაგრამ აგორაფობია მაინც გულისხმობს გარკვეული ისეთი ადგილებისა და სიტუაციების შიშს, საიდანაც escapism ქვია ამას, ანუ თავის დახსევას შესაძლებლობა არ მიეცემა და აი ესაა ძალიან საინტერესო. ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც დაუშვათ იგივე მიტინგის მონაწილე ის ყოველთვის და არა მარტო ახალგაზრდა, ძველგაზრდებით, ისინი ცდილობენ, რომ კიდეზე იდგნენ, ადვილი რომ იყოს, ეს არაა შიში იმისა, რომ წამლავენ და რაღაცა, არა, ყველაზე მეტი აი ესეთი ემოციურ დამოკიდებულება არის, რომ ცუდად რომ გახდეს, ის ვერ დატოვებს აი ამ ხალხმრავალ ადგილს. პანიკური აშლობა შეიძლება შეიცავდეს, როგორც უკვე გითხარით, აგორაფობიას, როგორც სიმპტომს, რადგან ინდივიდებმა შეიძლება თავი არიდგონ ისეთ ადგილებს, სადაც ადრე ჰქონდათ პანიკური შეტევა, ანუ თავის ამრიდებლობა რაღაც სიტუაციების მიმართ ასევე შეიძლება იყოს აგორაფობიის დროს. ფაქტია, რომ ერთ შემთხვევაშიც, მეორე შემთხვევაშიც, მესამე და მეოთხე შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანისთვის ყურადღების ცენტრში ხდება შფოთვა, შიში და შფოთვის გამომწვევი სიტუაციებისთვის თავის არიდების დაუძლეველი სურვილი. კი ბატონო, ყველაზე ხშირი ალბათ მაინც უფრო შფოთვითი აშლილობა ხდება ხო პაციენტებში? რაც ძალიან პრაქტიკაში მადლობა ამ შეკითხვისთვის, მარტო ჩემს პრაქტიკაში არა. მე მინდა გითხრათ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ მსოფლიოში შფოთვის გავრცელება დაახლოებით მხოლოდ შფოთვითი დარღვევები გულისხმება გენერალიზებული შფოთვითი აშლობა, პანიკურ აშლობასთან ერთად არის 4%. მაგრამ როდესაც ისეთი მაღალ განვითარებულ ქვეყნებში და მაღალ ტექნოლოგიურ ქვეყნებში, სხვათა შორის შფოთვა ყოველთვის უფრო მაღალია, ეს აჩვენა იმანაც, რომ შფოთვითი დარღვევების რაოდენობა მკვეთრად იმატა პანდემიის შემდგომ პერიოდში და ამას ჩვენ ვერ ვარყოფთ. როგორც დადგინდა პანდემიის შემდეგ შფოთვა მნიშვნელოვნად მოიმატა მოსახლეობაში და დღეს საუბარია, რომ დაახლოებით 19% მოსახლეობის იმყოფება შფოთვითი აშლობის რომელიმე ერთი პრობლემის დაძლევის წინაშე. ეს არის საკმაოდ ციფრი არის და რეალურად ხანდახან საერთოდ ვერ ვწუხდებით, ხო? ეს არის ის სტატისტიკა, ალბათ, როდესაც უკვე პაციენტი თუ ადამიანი მისული არის ექიმთან, სპეციალისტთან და დადგენილი არის ეს დიაგნოზი, თორე შეიძლება არსებობდეს ესეთი შემთხვევა, მაგრამ ადამიანს საერთოდ ვერ აცნობიერებდეს, რომ აქვს, ხო ესე არის. ან შეიძლება უფრო მეტი. სწორედ ამას ემსახურება მსგავსი პოდკასტები, ვინაიდან როდესაც ადამიანს მწვავე სიტუაციაში ეწყება გულმკერდის არეში რაღაც პრობლემა, სუნთქვის შეკვრა, უჩნდება სურვილი, რომ დატოვოს რაღაც გარემო, გაიქცეს, საკუთარ თავს უშველოს, ამ შემთხვევაში პირველი სადაც მიდიან იარში, ანუ გადაუდებელი დახმარებისთვის მიმართავენ სტაციონარებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი შეტევების დროს აუცილებლად გამოკვლეული იყოს ფიზიკური ჯანმრთელობა. აუცილებელია, ვინაიდან ძალიან ხშირ შემთხვევაში შფოთვითი დარღვევები აკეთებს სწორედ ფიზიკური, ანუ სომატური დაავადებების მიმიკრიას, ანუ ემსგავსებამას. აქედან გამომდინარე, დიახ, აუცილებელია, რომ პაციენტი სანამ ფსიქიატრთან მივა, მან უნდა მიმართოს ჯერ ოჯახის ექიმს, რომელიც ეთქვის, რომ მას უნდა ჩაუტარდეს გარკვეული კვლევები და თუ კვლევები არაფერს გამოავლეს, მაშინ რა თქმა უნდა გზარჩება ფსიქიატრისკენ, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, მისცეს პაციენტს მედიკამენტი, თერაპია შესთავაზოს,
თუ მოახდინოს მედიკამენტური და ფსიქოთერაპიული მოდალობების გამოყენება მკურნალობაში. კი ბატონო, ეხლა ჩვენ რაღაც დოზით შევახეთ იმას, თუ ვთქვათ კონკრეტული შეტევები, თუ ასე ვთქვათ, პრობლემები რას იწვევს ფიზიკურად. მოდით უფრო რო ჩავშალოთ ეს საკითხი, რა გავლენა აქვს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ქრონიკული შფოთების გამომწვევ დაავადებებზე. აი ესეთი მით რო წავიდეთ, იმიტომ რომ ეს ალბათ მნიშვნელოვანია, როგორც ვახსენეთ, მეც ჩემ შემთხვევაში იქით რაღაც მქონდა, რომ გულის არეში მქონდა მოჭერა, თითქოს აი რაღაცნაირად გული მიჭერდა. ესე მიხბავდი მოკლედ ამ ამბავს, რასაც მეც აუცილებლად შევეხებით. აი როგორი ფიზიკური გავლენა აქვს მოკლედ ქრონიკულ შფოთს. მე შევეცდები დავანაწევრო ეს კითხვა და ვთქვა, რომ შფოთვითი დარღვევები ჩვენ გვხდება რამდენიმე მოდალობაში. პირველი აუცილებლად ხაზი უნდა გაუსწვათ შფოთვითი აშლილობის თანაარსებობას ძალიან ბევრ ფსიქიკურ პათოლოგიასთან. მაგალითად, დღეს საქართველოში ძალიან ხშირად ყოველდღიური ცხოვრებაში ვიყენებთ ტერმინს დეპრესია. სინამდვილეში გუნებგანწყობის ორდღიანი და ერთდღიანი დაქვეითება დეპრესია არ არის. დეპრესია არის საკმაოდ რთული გამოცდილება ადამიანისთვის, რომელსაც ეს დიაგნოზი აქვს. სამწუხაროდ დეპრესიასთან ერთად შფოთვის თანაარსებობა იმდენად მაღალია, რომ ვერც კი წარმოგვიდგენია. ხშირად პირველ პლანზე, წინა პლანზე გამოდის სწორედ შფოთვითი დარღვევები და ინიღბება დეპრესია, ან პირიქით არის დეპრესია და ინიღბება შფოთვა. დაახლოებით შფოთვისა და დეპრესიის თანაარსებობა ჩვენ გვაქვს შემთხვევათა არც მეტი, არც ნაკლები 60%-მდე. ეს არის ძალიან სერიოზული ყურაცაღები ფაქტი და როდესაც ადამიანს აქვს გუნებგანწყობის დაქვეითება და მაღალი აქვს შფოთვითი პატერნი, განსაკუთრებით ასაკოვან პოპულაციაში ეს ხდება ცუდი აზრების, ცუდი ფიქრების გენერატორიც. მაგალითად აი ესეთის რა ზიაქვს სიცოცხლეს და მინდა გაკეთებას, იმიტომ რომ ხო და კიდევ შფოთვით დარღვევებსა და დეპრესიას აქვს ძალიან ბევრი საერთო გაურკვევლობის შეგრძნებაში. გადაწყვეტილების მიღების პრობლემები ჩნდება. ან მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება სრულად არასახარბიელო იყოს ამ ადამიანს. რეალურად მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე. რა თემასაც თითქოს ხო გონებას და ვერ აი ძალიან საინტერესო რას ვაკეთებ, როგორ ვაკეთებ, რატო ვაკეთებ, კი. brain fog. ესე უწოდებთ ძალიან ბევრი ახალგაზრდები, რომლებიც უცხოურ ლიტერატურას კარგად ეცნობით და სწორედ ეს ნისლი ჩემს ირგვლივ არის ძალიან საინტერესო კონდიცია და სწორედ ის რომ ადამიანს ხშირად უჭირს აზროვნება დეპრესიის გამო, შფოთვის გამო, ის პირველი გარბის ნევროლოგთან, იმიტომ რომ მან მეტი იცის ეგრეთ წოდებული ალცჰაიმერის დაავადების, ანუ მადემენტირებელი დარღვევების შესახებ, ვიდრე იცის რეალურად შფოთვის შესახებ და სანამ არ ამოწურავს დაუშვათ აი ამ კითხვებს, რომ მე ხომ არ დამეწყო მოსახლეობაში სკლეროზი, რასაც ვწოდებენ, ხომ არ დამეწყო დემენცია, ეს ადამიანი პირველ კითხვას უსვავს ნევროლოგს და ალბათ ამითი გარკვეულწილად აკეთებს პირველ ნაბიჯს იმისკენ, რომ მენტალური ჯანმრთელობისკენ გადმოინაცვლოს და მიხედოს თავის შფოთვას, დეპრესიას. ესაა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მეორე, დღეს უკვე არაერთი მეცნიერი და მკვლევარი საუბრობს იმაზე და მეც ვეთანხმები მათ, რომ პირველი წამალგამოყენება, პირველი წამლის მოხმარება ისაა თვითმკურნალობა შფოთვითი დარღვევების, რომელიც განსაკუთრებით მაღალია მოზარდობის პერიოდში და მოზარდს, რომელსაც ცოდნა არ აქვს და გამოცდილება, მან იცის, რომ არსებობს უნივერსალური, ყოველ შემთხვევაში გაუგია მოსახლეობაში და თანატოლებისგან, ესაა ალკოჰოლი, ესაა მაგალითად მარიხუანა, რაც საბოლოოდ აყალიბებს იმ რთულ პატერნს,
რასაც ქვია წამალ დამოკიდებულება. და ამძაფრებს საკმაოდ ალბათ. რა თქმა უნდა, მინდა გითხრათ, შფოთვითი დარღვევების მქონე პირებმა ჩემთან საუბარში არაერთხელ აღნიშნეს, რომ პირველი ეპიზოდი უკავშირდება მოსაწევი ნარკოტიკის გამოყენებას. შემდეგ დაიმიწყეს ეს მწვავე პერიოდი და მე რაღაც პერიოდში ძალუმად მოეძალათ იგივე პანიკური სიმპტომატიკა. კი ბატონო. ხო, შემდეგი პრობლემა, რომელიც ასევე ძალიან მჭიდროდ არის ასოცირებული შფოთვასთან, რაც უკვე ვახსენე, ეს იყო პოსტტრაუმული სტრესული აშლობა და რა განსხვავება. თუ ჩვენ აგორაფობიაში, პანიკურ შეტევაში, სოციალურ ფობიაში, აგორაფობიაში ვერ პოულობთ რაღაც მოვლენას, რომელთანაც ეს დაკავშირებულია, შფოთვის ინიცირება. აქ სულ სხვა მდგომარეობა. ჩვენ ვიცით მოვლენა, ტრავმული გამოცდილება, სტრესული გამოცდილება, რომელიც თვალსაჩინოა და ნათელია. თუმცა, კარგად თუ გავჩხრიკავთ, ანუ ფსიქოთერაპიას თუ გამოვიყენებთ, გარკვეული ტიპის ფსიქოთერაპიას, ჩვენ შეიძლება ვნახოთ შფოთვის მიზეზი, როგორც გენერალიზებულ შფოთვით აშლობაში, ასევე პანიკურ აშლობაში, უბრალოდ ის მოვლენა შეიძლება იყოს დამარხული ჩვენს წარსულში და რემაინდერებით სახით რაღაც ტრიგერებთან შეხებით ჩვენ ეს თავს გვახსენებთ. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი შფოთვითი აშლობის მკურნალობაში თერაპიული ინტერვენციები, სხვადასხვა ტიპის თერაპიული ინტერვენციები. მაგალითად, თუ ჩვენ პოსტტრაუმულ სტრესულ აშლობაზე ვსაუბრობთ, იქ უფრო დღის საუბარია ყოველ შემთხვევაში, რომ ეფექტური არის rapid eye movement desensitization reprocessing, ანუ ეს არის მეთოდი, რომელიც ტრავმას ნაკლებად ეხება, უბრალოდ ფიზიოლოგიაზე მოქმედებით აკეთებენ ტრავმის რეპროცესირებას და ამით შესაბამისად იკლებს შფოთვა ადამიანში. ობსესიურ კომპულსიური აშლობა კიდევ ერთი დარღვევაა, რომელიც მჭიდროდ ასოცირდება შფოთვასთან, მათ პრაქტიკულად ერთი და იგივე სუბსტრატი აქვს. ამ შემთხვევაში არსებობს თავს მოხვეული აზრი, რომლის მიმართ პაციენტს აქვს ყოველთვის კრიტიკა, იცის რომ ეს შემაწუხებელია, მისია, ებრძვის მას, უკავდება და ამ დროს ძალიან მაღალია სწორედაც რომ შფოთვის პარამეტრები. და ბოლოს შფოთვას ჩვენ ვაწყდებით და ძალიან პრობლემულია ისეთი ფსიქიკური დარღვევის შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ კვებით აშლობას, რაც ასე ტიპურად იწყება მოზარდობის ასაკში და ძალიან ხშირად ეს ადამიანები, ვისაც აქვთ პრობლემა, მალავენ თავის მდგომარეობას და ხშირად ოჯახისთვის შესამჩნევი ხდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც ძალიან მძიმე გზავნთ გასავლელი გამოჯანსაღებისკენ და დასტაბილურებისკენ. რაც შეეხება ფიზიკურ სფეროს, დიახ, შფოთვა ძალიან ხშირი არის გულსისაფრთა დაავადებების დროს, გახანგრძლივებული შფოთვა თავადაც ზრდის გულის დაავადებების, ჰიპერტენზიისა და გულის შეტევების რისკს. უფრო მეცაც გეტყვით, შფოთვასთან ასოცირდება სიცოცხლის ხანგრძლივობის, ზოგადი ხანგრძლივობის შემცირებაც, გარკვეული, ეს არაა 20 და 25 წელი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე აი ესეთი სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება შფოთვითი ქრონიკული შფოთვითი დარღვევების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არის დიდი გამოწვევა საზოგადოებისთვის. რაც შეეხება ფიზიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემებს, აღნიშნავდი კუჭ-ნაწლავის სისტემის მხრივ არსებულ პრობლემებს, დღეს პრაქტიკულად ძალიან ხშირად გვხვდება ეგრეთ წოდებული გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, სხვათა შორის ასოცირება შფოთვასთან აქვს წყლულოვან დაავადებას, საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა პრობლემებს. აი მაგალითად, შფოთვითი დარღვევის ერთ-ერთი გამოხატულება ეგრეთ წოდებული ადრესე იწოდებოდა დათვის დაავადება. როდესაც შფოთვის შემცველ სიტუაციებში ადამიანს ეწყება დიარეა, ანუ ფაღარათის განცდა და რატომ უწოდებენ დათვის დაავადებას? თუ ჩვენ გვისმენენ
მონადირენი, მათ იციან, რომ შეშინებული დათვი ადამიანს არ ესხმის თავს, არამედ გარბის და ეწყება დიარეა და ეს კვალი, რასაც მიყვება ხოლმე მონადირე, უბრალოდ ძაღლი, მონადირის ძაღლი და აგნებს საბოლოო ჯამში გათრონულ და თავს დაღწეულ მტერს, შიშისაგან გათრონულ მტერს. მნიშვნელოვანია რესპირატორული დაავადებების ასოცირება, მაგალითად, შფოთვამ შეიძლება გაუარესოს არსებული ასთმა, რომელიც აქვს ადამიანს და სხვათა შორის კიდევ ერთი მომენტია, ესე იგი, თვითონ რესპირატორული დარღვევები, ანუ სასუნთქვის სისტემის დარღვევები, სპაზმების სახით, ასეთი სახით მიდის ხოლმე შფოთვა, რის გამოც პირველ ეტაპზე აუცილებელია მაინც გაიმიჯნოს ის ალერგიული ბრონხიტისაგან, ასთმისაგან და მხოლოდ შემდეგ დაიწყონ კომუნიკაცია ფსიქიატრთან. იმუნური სისტემის დათრგუნვა ტიპურია, დღეს უკვე მნიშვნელოვნად არის საუბარი იმაზე, რომ ესე იგი ფაქტიურად იმუნური სისტემა იმდენად მგრძნობი არ ხდება და შევეცდები ახსნა რატომაც. ამიგდალა, რომელიც თავის ტვინის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ორგანოა, შფოთვას აღიქვავს გადაჭარბებულ შფოთვას როგორც სტრესს და იწყება კორტიზოლის და სტრესის ფაქტორების გამოყრა ორგანიზმში. შესაბამისად, ეს იმუნურ სისტემას ურთავს და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ დიდი პანდემიების დროს, დიდი პრობლემების დროს მაქსიმალურად იმუნიტეტი დავიცვათ, იმიტომ რომ ჩვენი არაცნობიერი პროცესებიდან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად მაღალი გვაქვს სტრეს ფაქტორების, სტრეს ჰორმონების, უფრო სწორედ, შემცველობა ჩვენს ორგანიზმში. და აქვე ჩაგეკითხებით უკვე როგორ ესეთი სტრესული ჰორმონების გამომუშავებამ და ვთქვათ სიჭარბემ ორგანიზმში, რომელიც შეიძლება ქრონიკული იყოს და ძალიან ხშირად მოხდეს და ბევრი გქონდეს, ესე ვთქვათ, რასთან შეიძლება მიგვიყვანოს? როგორც უკვე გითხართ, ეს იმუნური სისტემის დარღვევა, ეს შეიძლება იყოს ენდოკრინული ცვლილებები, რეალურად სტრესი ურთავს, მაგალითად ჩაქრის ცვლასო. ხო, დიაბეტთან. კი ბატონო, ამიტომ არის, რომ სტრესების ფონზე ძალიან ცუდი ხდება ფიზიკური ჯანმრთელობის პარამეტრები. და ეს გვაჩვენა ჩვენ შესწავლამ ჩვენი დევნილი მოსახლეობის იძულებითი ადგილმონაცვლეობის შემდგომ პერიოდში. ჩვენ ამას ვხედავთ დღეს უკრაინის მაგალითზე, ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან და ვხედავთ, რომ სტრესული პრობლემა გადადის ფიზიკურ პრობლემაში. ამიტომ დღეს საუბარი, რომ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობა გავყოთ, არ ფაქტობრივად უკვე ჩვენ საუბრობთ ჰოლისტურ მიდგომაზე, როდესაც ბიოფსიქოსოციალური კომპონენტი ჰარმონიულად არის მოცული ჩვენი მხრივ და ამიტომ არის, რომ სისტემა ზოგადად ჯანდაცვის სისტემა ცდილობს, რომ ვერტიკალში ჩვენთანაც და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, რომ დელეგირება რაღაც პრობლემების ფსიქიატრებიდან გააკეთოს პირველად ჯანდაცვაზე. პირველად მათ ჯანდაცვა ოპტიმალურად უნდა გამოიყენოს ფსიქიატრთა ის მცირე რაოდენობა, რომელიც უფრო მესამეულ და მეორეულ და მესამეულ რგოლს წარმოადგენს ჩვენი დაუშვათ ჯანდაცვის სისტემების. კი ბატონო, ასევე ერთი პატარა მონაკვეთი მინდა რომ გავიხსენო, როგორც ვახსენე, მქონდა ეს პანიკური შეტევა და ფაქტობრივად რაღაცა ერთი კვირის განმავლობაში ჩემი ძილის ხარისხი საგრძნობლად დაეცა. დაახლოებით 2 საათი მეძინა ხოლმე 2 ამ ხნის განმავლობაში და ეს რაღაცა გულის ტკივილი, რომელსაც მე გულის ტკივილს ვარქმევ, შესაძლებელია გულთან არაფერ შუასიში არ არის. იყო ძალიან გაძლიერებული და მინდა რომ ვისაუბროთ ძილთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს შფოთვა. მადლობა ამ კითხვისთვის, ვინაიდან პრაქტიკულად დღე არ გადის, რომ მეგობარმა, მეზობელმა, პაციენტმა, უბრალოდ სტუდენტმა ან ნებისმიერმა მოქალაქემ არ დაიჩივლოს ჩემს გარემოში ავტობუსში მგზავრობის დროს მაგალითად, რომ ვეღარ იძინებს
დადგინავს და ასე შემდეგ. ადგილს ვერ პოულობ რო წავიძინო. ფოთვას შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ძილის ხარისხზე სხვადასხვა გზით. უძილობა, ეს იყო შეიძლება გამოხატული უძილობა, რადგან ჩაძინება უჭირს ადამიანს ძალიან ბევრი ფიქრის გამო დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენების გადამუშავების გამო. და შესაბამისად, როდესაც ინიცირება ძილის არის დარღვეული, ძალიან რთული არის შემდგომ რომც ჩაიძინოს მისი შენარჩუნება. ძილი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენი ცხოვრების ხარისხზე ახდენს გავლენას. ცუდი ხარისხის ძილი შეიძლება გამოიხატოს ისეთ დარღვევებში, როგორიც არის მაგალითად სექსუალური დისფუნქციაც კი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, გულსიზარდთა პრობლემები, გადაჭარბებული ძილი მაგალითად ასევე გამოხატულება განსაკუთრებით ბავშვებსა და მოხუცებში იმისა, რომ რაღაც ხდება და საინტერესოა ბავშვებში და ასაკოვან პოპულაციაში ჩვენ ვხვდებით ძილის ინვერსიის სხვა ფორმასაც ღამე ცუდად ძინავთ და დღისით უფრო მიძინებულები არიან და აი ესეთ მოტენცილები არიან, მიძინებები არიან. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძილის ხარისხის დარღვევაზე მიუთითებს ისიც, რომ დილას გამომძინებელი და დაღლილი ვიყიდე ალბათ ადამიანს. ძილს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. პირველი, იმიტომ რომ ძილის დროს უნდა მოხდეს დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, ჩალაგება ეგრეთ წოდებულ ფაილებში და ხარისხება საჭიროს, არასაჭიროსაგან ესე იგი გამიჯვნა და გარდა ამისა, იგი ასრულებს იმ ფუნქციას, რასაც ჩვენი მნათობი გვეუბნება, ესაა მელატონინის გამომუშავება. ზოგადად ჰორმონი მელატონინი არის ჩემი როგორც ქალის ჯანმრთელობის ფორმულა, კანიდან დაწყებული ჩემი ძვალსახსროვანი სისტემით დამთავრებული და ასევე ეს ჰორმონი თუ ნორმალურად ფუნქციონირებს, იმიტომ რომ დროზე ვწვევით, დროზე ვდგებით და ასე შემდეგ და ვეხმარებით, თუ ვეხმარებით ჩვენს ორგანიზმს, ნათალებია მაგალითად ონკოლოგიურ დარღვევათა რიცხვიც კი. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში. აბსოლუტურად გეძახმებით, იმიტომ რომ ჩემ იდენტურად არის ახლა ფაქტობრივად შრომის უნარო ხდება, როდესაც იმ ძილს ვერ ვახწევ, რომელიც ჩემს ორგანიზმს ჭირდება და ეს თქვენც რაც ახსენეთ, დილით დაღლილი გაღვიძება, გონია რომ ერთ-ერთი სენი არის დღეს. კი ბატონო, ძალიან მაღალი. კი, ეს ნამდვილად ძალიან მაღალი რისკის შემცველი მდგომარეობა, მაგრამ ნახეთ, ძალიან საინტერესოა მიდგომა, როცა ჩვენ ძილის დარღვევა გვაქვს პოსტტრაუმულ ასულობაში. ზოგადად ითვლება, რომ პოსტტრაუმული მძიმე გამოცდილების შემდეგ ადამიანს ძილი რომ დაერღვევა, პირველი 4 დღე უნდა უყუროთ ისე, რომ არ ვიმუშაოთ მისი ძილის შეცვლაზე. ქიმიური საშუალებები არ უნდა ჩავერიოთ ძილის მოგვარებაზე. ვინაიდან მას 4 დღე არ ძინავს, მას შეუძლია უკეთესი პროცესირება მოახდინოს აღნიშნული მოვლენის და ბევრად უფრო სწრაფად მოახდინოს დამკლავების სტრატეგიის ჩამოყალიბება. ძალიან მნიშვნელოვანია ის სტრესის მდგომარეობაში ის რაც მუშაობს, თუნდაც ჩვენი შფოთვითი დარღვევების, სხვა შფოთვითი დარღვევების დროს, ისა პასუხი სტრესზე გაქცევა ან ბრძოლის დაწყება, ხო? ან გაყინვა და გაქცევა სხვანაირად რომ ან ბრძოლის დაწყება. ამაში პასუხისგებლობას იღებს ჩვენი შუბლის ცილი, პრეფრონტალური კორტექსი, იმიტომ რომ ის განსაზღვრავს საფრთხეს შეაფასებს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამიტომ, როდესაც ჩვენ მაგალითად გული აგვიფრიალდება, ეს არ არის მხოლოდ გულის ავტონომიური
ავტონომიური რეგულირების მექანიზმი. ეს არის მთელი ჩემი ორგანიზმის რეაქცია რაღაც მომენტზე, რაღაც მოვლენაზე, სასიამოვნოზე, უსიამოვნოზე მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ ერთნაირად რეაგირებთ სასიამოვნო და არასასიამოვნო მოვლენებს. ბატონო. და ეგეც რა მაინტერესებს, აი ტვის როდესაც შევეხეთ ახლა შფოთვის დროს რადგან გაურკვეველია ობიექტი, რაზე ვშფოთავთ ხო შიშისგან განსხვავებით მაგალითად. აი ტვინი როგორ არჩევს ამას, ან თუ ვერ არჩევს, აი აკრობასი. ხო, ვერ არჩევს ტვინი. იცით რატო ვერ არჩევს? იმიტომ ვერ არჩევს, რომ მას აქვს ეს ადაპტაციური რეაქცია მიღებული მემკვიდრეობით, აი მივდივართ გენეტიკურ კომპონენტზედაც. კი ბატონო. ეს გენეტიკური კომპონენტი მარტო გენებით არ გადაიცემა. ყოველ შემთხვევაში დღეს საუბარია კოლექტიურ არაცნობიერზე და კოლექტიური არაცნობიერის წყალობით ჩვენ ვიცით როგორ უნკლავდებოდნენ ჩვენი წინაპრები რაღაც საფრთხეებს. როდესაც მე ვსაუბრობ, რომ აუცილებლად პოსტტრავმულ სტრესულ აშლობაში უნდა არსებობდეს ტრავმული მოვლენა და მასზე ორიენტაციით ხდება მე ამ ტრავმულ მოვლენას ვარიდებ ჩემს მოძრაობის ტრაექტორიას მაგალითად ვარიდებ ამაზე ფიქრს თავს და ასე შემდეგ მე ვიცი კონკრეტიკა. მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არაცნობიერ შფოთვის ტრიგერებზე, არაცნობიერ ტრიგერებზე, ჩვენ არ გვახსოვს რაღაცები. მაგალითად ბავშვობაში რაღაც პრობლემა, რომელიც ჩემმა ტვინმა დაიმსხა, იმიტომ რომ ამით დამიცვა. მაგრამ სინამდვილეში დარჩა. და მე შეიძლება ოდესღაც ძილი და სიზმარი, აი სიზმარი, როგორც ფროიდმა უწოდა, ეს სამეფო გზა ჩვენი არაცნობიერისკენ, როგორც სიზმარში ჩვენ შეიძლება მოგვეწოდებოდეს დამალული ინფორმაცია, ზუსტად ანალოგიურად, როდესაც მე შფოთვა აქვს და მე არ ვიცი, მე უნდა ვეძებო მიზეზი. დიახ, არის ორი გზა. ერთი რომ მე ვიპოვო ის მიზეზი, მაგრამ შესაძლებელია მე არ ვიპოვო ეს მიზეზი და უბრალოდ კოგნიტურ-ბიჰევიორული, ანუ კოგნიტურ-ქცევითი თერაპიებით ავიცილო შფოთვის მოზღვავება. ორივე გზა ძალიან ეფექტურია. ამიტომ რომელსაც უფრო ვერ გებით, ალბათ მიმოკლება ეფექტურია კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში. ინდივიდუალურია. ნახეთ, როცა ჩვენ ვსაუბრობთ პაციენტზე, ჩვენ ვსაუბრობთ ერთ განსხვავებულ ადამიანზე. ის განსხვავდება ჩემგან არა მარტო თმისფერით, არამედ რეაქციებით. ის განსხვავდება ჩემთან არა მარტო სქესით, არამედ საკუთარი მორალური ჩარჩოებით, სინდისით განსხვავდება. მთელი ისტორიით, წარსულით და ასე შემდეგ. გენეტიკით არ განსხვავდება მარტო. როცა მე ვსაუბრობ გენეტიკის მონაწილეობაზე შფოთვით აშლობებში, მე ვსაუბრობ პრედისპოზიციაზე, მიდრეკილებაზე. გენეტიკა მე მაძლევს მიდრეკილებას შფოთვისკენ. მაგრამ მე თუ აღვიზრდები შფოთვისგან დაცულ სიტუაციებში, მაგალითად ჩემს ოჯახში თუ მამა დედას არ უტყავს, ჩემს მიმართ არ ეკნებათ, არა მე პირდაპირ ვიტყვი, კონფლიქტი ლამაზი სიტყვა. ბატონო. როდესაც ჩემს ოჯახში მაქვს გარემო, სადაც შვიდად გავიზრდები, არ მატყუებენ, ვუყვარ მარ. როდესაც ჩემს ოჯახში არის განცდა იმისა, რომ სრულფასოვანი წევრი ვარ ამ ოჯახის, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლები არის კი, რომ შფოთვითი აშლობის მქონე შვილები არ გაზარდოთ, თუნდაც თქვენ შფოთვითი აშლობა გქონდეთ. ძალიან საინტერესოა სწორედ ის, რომ აი ეს პატარა ტრავმული გამოცდილება. შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს ტრავმული გამოცდილება ხელის კვრა, მაგრამ როდესაც დედმამის კონფლიქტში ბავშვი ერევან და აი ესე კრავენ მას ხელს, ანუ არ გაითვალისწინებენ მის ცრემლიან თვალებს, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად ვაშავებთ ჩვენი მომავალი თაობის წინაშე. თან ძალიან ვაშავებთ, რაც ხშირია.
და ხშირად ესწრებიან სამწუხაროდ ბავშვები მსგავს შემთხვევებს. და აქ ერთ კითხვას დავსვავ ასევე. ალბათ მაღალია. მაინც მაღალია. 40-60%-მდე შეიძლება იყოს აი ესეთი კორელაცია გენეტიკაში, მაგრამ პირველი თაობის ესე იგი ნათესავებს შორის როგორც ასეთი აი ხშირია, კი, მაღალია, მაგრამ ამის პრევენცია შეიძლება. ხო, ანუ თქვენთან როდესაც მოდის პაციენტი, მაგალითად მოზარდია, ან უგეს დასრული, მას დაახლოებით 30 წლის ახალგაზრდა. თუ მას აქვს თვითი აშლილობის რაღაცა სიმპტომი. თქვენ შეიძლება რომ თქვენ მშობლების თემა მოიკითხოთ, ესე ვთქვათ, და გაიგოთ რა როგორდანაირად აუცილებლად. იცით, აი ძალიან ბევრჯერ ყოფილა რომ იწყებს ერთი კვირის წინ რა დაემართა იმის აღწერა. და სინამდვილეში 30 წლის. პირველ შეხვედრაზე შეიძლება თუ მას სურვილი არ აქვს, ასე ვთქვათ, ჩვენი მასწავლებელი იყო და წერაქვი არ დავარტყათ მის წარსულს და ან დავიწყოთ არქეოლოგიური წერაქვით მუშაობა, მაგრამ აუცილებლად რაღაც ეტაპზე, ურთიერთობის რაღაც ეტაპზე ამ საკითხების გარჩევა საჭიროა. ზოგადად როცა ფსიქიატრთან მოდიან, ხაი ინტერვიუს ხანგრძლივობა არაეფექტურია 30-40 წუთზე მეტი არაეფექტურია. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოფილა შემთხვევა აი კანებიდან მომიტრიალებია პაციენტი, ძალიან იშვიათია ასეთი, იმიტომ რომ დღეს უფრო განსხვავებული ტიპის პაციენტი მოდის, ამისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც თავის პრობლემაზე ტელევიზიაში მედიაში ზოგადად მათ შორის სოციალურ მედიაში საუბრობს. მე მინდა გითხრათ, რომ დღეს უფრო ბევრად მომზადებულები არიან და პირდაპირ ჩამოწერილი მოაქვთ ხოლმე თავისი ჩივილები და აი ესე კარებიდან არ მომიტრიალებია პაციენტი 40 წუთის მერე, იმიტომ რომ გასვლისას უხსენებიან რაღაც ფრაზა, რასაც ჩავავლე ხელი და უკან შემოვადრიანე. იმიტომ რომ ძალიან ბევრს გონია რომ ფსიქიატრი არის გულთვისანი. მე ნაბადა წავიკე ჰიპნოფიზიორი და წავიკითხავ მესხვისაც. არა, ჩვენი კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება არის ჩვენი სხეული და ჩვენი ენა. სხვა გზა არ აქვს. ეხლა ყველსაც ხედავ ხოლმე, არ დასწავლით როგორ და მაგრამ აი ეს ტყუილი არ არის ყოველთვის. ხანდახან მე ტყუილსაც უსმენ, იმიტომ რომ ამ ტყუილში ადამიანი მაჩვენებს იმას, რაც მას აწუხებს. ასე რომ მგეშინიათ ფსიქიატრთან ურთიერთობის, მას ესმის პირველ რიგში თქვენი ემოციები, მას ესმის თქვენი განცდები და თუ ეს ემპათია არ ჩამოყალიბდა, მე პირადად მიჭირს ურთიერთობა პაციენტთან და ძალიან ხშირი არის, რომ ვთვლი, რომ ხშირად მithქვავს პაციენტებისთვის მადლობა, რომ მენდნენ და გამომყრნენ იმ თავგადასავალში, რასაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან გამკლავების სწავლა და სწავლება ქვია. კი ბატონო. აქ ერთი რაღაც შენიშვნაზე ვისაუბრეთ ვახსენეთ და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანია რომ ზოგადად მაგ თემასაც შევაქვათ, იმიტომ რომ მაგალითად ეხლა ამ აქციების პერიოდში ჩვენ გავს ქონდა ესეთი ფოთური აშლილობის რაღაც ამ ეპიზოდები და ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ახსენა რომ ყოველი აქციის შემდეგ მიდიოდა სახლში და უზომო რაოდენობის საჭმელს ჭამდა მაგალითად. ისე რომ საერთოდ ამისი სურვილი არც კი ქონია. ანუ გონებით ხდებოდა რომ არ ჭირდებოდა და არ უნდოდა, მაგრამ ეს ვერ ჩერდებოდა. და არსებობს ბევრი შენიშვნის ტიპი, როგორც ვიცით, დოფამინი არის თქვენი მეგობრის შემთხვევაში ძალიან საინტერესო, რასაც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ დოფამინი არის ის ნეიროტრანსმიტერი, რომელიც პასუხს აგებს სიამოვნებაზე, დაჯილდოვებაზე და ასე შემდეგ. კლებითი დარღვევები არსებობს რამდენიმე სახის, დღეს ცნობილია ყველაზე მეტად რატომღაც ანორექსია და ბულიმია, თუმცა უკონტროლო ღრმცელობის ეპიზოდები შეიძლება იყოს ემოციური კვების მაჩვენებელი, როდესაც სადღაც დავიცალე, ძალიან ბევრი გლუკოზა დავხარჯე, ეს არის სტრესისთვის დამახასიათებელი და მე ამის ადვილად შეთვისება მინდა, ამიტომ ნამცხვარსაც უფრო მეტს კბილებს უფრო მეტს ვჭამთ და ასე შემდეგ
და ამავე დროს კაცება არის უნივერსალური წამახარისებელი. უმარტივესი კი ყველაზე პრიმიტიული ხო ესე ვთქვათ, იმიტომ რომ და ადამიანი იბადება მხოლოდ რამდენიმე ქცევის რეპერტუარით. ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი არის კვება. კი ბატონო. შია. ხო. ბაზისური ინსტინქტები უნდა დაიკმაყოფილოს. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ეს ემოციური კვება, დადებითი წახალისა თავისი თავი, რომ რაღაც დააჯილდოვა, რომ დააჯილდოვა და ამკლა ემოცია დახარჯა. კი ბატონო, მე შემიშნები ადამიანებს, აი მაგალითად თვლის ესე წვალება იციან, ძალიან აქტიური და არ ჩერდებიან თითქოს აი ხედან და სულ ამ რაღაცი ჩვევებს ავლენენ. ასევე მინახავს ადამიანებს, რომლებიც აი მოდიან სადღაც დაპატიჟებულან ძალიან დიდი აგრესიით მოდიან იმ წუთასვე თითქოს არც სტრატეგიები ყველა ადამიანს აქვს ინდივიდუალური. უნივერსალურად, როდესაც ფუთვა მოდის, ადამიანი წლების განმავლობაში თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ავითარებს სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმებს. ეს თავდაცვის მექანიზმები ნაწილი არის მწიფე, ნაწილი არის უმწიფარი. მოდით ჯერ შევეხები მწიფე თავდაცვის მექანიზმებს. მაგალითად, მე მაქვს ძალიან დიდი ცხვირი და შევდივარ საზოგადოებაში, სადაც ვიცი, რომ ჩემი ცხვირის მისამართით იქნება გამოთქმული სხვადასხვა აზრი და ძირითადად გაიცინებენ, გაიღიმებენ და ასე შემდეგ. მე მინახავს ადამიანი, რომელიც შემოდის საზოგადოებაში და იწყებს საუბარს. გამარჯობათ, მე ვარ ესა და ეს, ჯერ ჩემი ცხვირი შემოვიდა და მერე შემოვედი მე. აი ასეთი იუმორით საკუთარ თავზე საუბარი უკვე ხურავს ყველა იმ შესაძლო დისკომფორტს, რაც შეიძლება შეგექმნას საზოგადოებაში შენი რომელიმე ფიზიკური ნაკლის გამო. არსებობს მწიფე თავდაცვის მექანიზმი, რომელიც გამოხატულია სუბლიმაციაში. სუბლიმირებული ენერგია ეს არის ენერგია, რომელიც აი ლიბიდური ენერგია. მე მაქვს სურვილი, რომ დაუშვათ აგრესიული ვიყო და მე ეს მოვათვინიერო და გადავიდე მაგალითად ჯგუფურ თამაშებში. უფრო მეტად ჩავერთო მაგალითად სხვადასხვა ფიზიკურ აქტივობაში და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს უმწიფარე თავდაცვის მექანიზმები, მაგალითად დავიწყების სახით. ამის კლასიკური მაგალითი არის მიხეილ ჯავახიშვილის თეთრი კურდღელი. როდესაც მე რაც მაგციგზე მიტირია. ზოგადად მიხეილ ჯავახიშვილი არის ერთ-ერთი უნიკალური მწერალი საქართველოს ისტორიაში. და მე მიყვარს კიდევ რამდენიმე მიზეზიდან გამომდინარე. ის იყო მეზობელი მიხეილ ასათიანის ქართული ფსიქიატრიული სკოლის ფუძემდებლის და ძალიან ბევრი ისტორია, რომელიც მას აქვს აღწერილი აქვს ძალიან გრძნობიარეთ და ძალიან სწორად. მე შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ ბატონი მიხეილ ასათიანი ამას კითხულობდა და უსწორებდა, მაგრამ ფაქტია, რომ აი ეს ურთიერთობა, ეს ტანდემი, მეგობრული ტანდემი ძალიან კარგად აისახა. აიღეთ ოქროსკბილი სექსუალური გამოცდილების მთელი ისტორიებია შიგ, ფეტიშიზმიდან დაწყებული, ფოტაჟით დამთავრებული. ავიღოთ თუნდაც ბაჩამ დაიგვიანა, როდესაც აი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან ალეგორიული სიმბრმავეში რაღაცას, როცა რაღაც არ იცი, როგორ სხვანაირად აიქმება და როცა თვალი აგიხილება, როგორ ხდება. ეს ძალიან საინტერესოა და ჩვენ ამ გამოცდილებებზე უნდა ვისწავლოთ. თუმცა ეხლა დაუბრუნდები ისევ denial ანუ უარყოფას, ანუ რეპრესიას. ან დაუშვათ, ხო, კიდევ ერთ საინტერესო მომენტია. ვინახეთ ქმარი, რომელსაც სამსახურში ავიწროებენ, სახლში მოდის და მთელ თავის აგრესიას ყველაზე დაუცველ არსებაზე, შვილზე და იგივე მეუღლეზე ანთებს, მოდი ასე ვთქვათ. აი ესეც გასათვალისწინებელი არის, მაგრამ სამწუხაროდ ესაა ის გზები, რომელიც ისწავლა ჩვენმა ფსიქიკამ და პირველ რიგში უნდა გავაცნობიეროთ რა არ არის სწორად და ამაზე ვიმუშაოთ. კურნალობის მეთოდებს თქვენ შეეხეთ ასე თუ ისე, მაგრამ აი როცა შევხედოთ რა კურნალობის მეთოდები გვაქვს დღეს პრაქტიკაში, რომელია ყველაზე გამორჩეული და ასე თქვათ ეფექტიანი. და აქვე გავაგრძელებ კითხვას, მედიკამენტის როლი როდის შემოდის უკვე მკურნალობაში.
ფსიქიატრებს ჩვენს არსენალში გვაქვს ორი დიდი საშუალება, რითიც შემიძლია მხარდაჭერა აღმოუჩინო ადამიანს, რომელიც მე მომმართავს. პირველი ესაა მედიკამენტი, ვინაიდან მე ვარ ექიმი, ჩემი ვალდებულება გავაკეთო პაციენტის შეფასება, დავსვა დიაგნოზი და დიაგნოზიდან გამომდინარე და სიტუაციის სიმწავიდან გამომდინარე შევთავაზო ან მედიკამენტის, ან ფსიქოლოგიური თერაპიის, ან მათი კომბინაციის გამოყენება. მის სხვა ალტერნატივა არ გამაჩნია. ზოგადად ითვლება, რომ მსუბუქი ფორმის შფოთვითი აშლობების შემთხვევაში, რაც უფრო ადრე დაიწყებ მკურნალობას, უფრო უკეთესია და ფსიქოთერაპია, როგორც მკურნალობის მეთოდი, არის პრაქტიკულად შეუცვლელი. ფსიქოთერაპიასაც გააჩნია ძალიან ბევრი მოდალობა. ძალიან კარგად და მტკიცებულებებზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მუშაობს კოგნიტურ-ქცევითი თერაპია, რომელიც ეხმარება ადამიანს ამოიცნოს და შეცვალოს თავისი ნეგატიური აზროვნების გამოვლინება, შესაბამისად შეცვალოს ქცევა, რომელიც დაკავშირებულია შფოთვასთან. ესაა უნივერსალური, ყველაზე კარგად შესწავლილი მეთოდოლოგია და როგორც უკვე აღნიშნე, აქვს მაღალი მტკიცებულება. ექსპოზიციური თერაპია, ანუ თერაპია, რომლის დროსაც ადამიანი უპირისპირდება იმ შიშს, იმ შფოთვის შემცველ მდგომარეობას, რომელსაც ყოველთვის გაურბის. ექსპოზიციური თერაპია ძალიან ეფექტურია ფობიების, პოსტტრაუმული სტრესული აშლობის დროს და მოიცავს შფოთვის გამომწვევის სტიმულისთვის თანდათანობით ზემოქმედების პროცესში შიშის პასუხის ასე ვთქვათ, შემცირება ხდება. პორციულად ვუახლოვდები, ვშორდები შიშის გამომწვევ ობიექტ სიტუაციას, მივდივარ, ბრუნდები და თანდათან გადავდგავ ბევრ ნაბიჯს, მოვეფერები ძახილსაც, შევძლებ, ესე იგი, გამკლავებას და გავლას იმ მანქანით იმ ადგილას გავლას, სადაც მე ავტოავარია დამემართა და ასე შემდეგ. არის ესეთი, აი ამ ბოლო დროს ძალიან საინტერესოა სხვადასხვა ტიპის თერაპია, როგორც უკვე გითხარით, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი რელაქსაციული ტექნიკების ათვისება და სხვათა შორის ეგრეთ წოდებული დამიწების grounding exercises, ესე ვთქვათ, თერაპიები, რომელშიც გამოყენებულია ისეთი უნივერსალური საკაცობრიო გამოცდილება, როგორიცაა იოგა. სულთქვითი ვარჯიშები ძალიან მნიშვნელოვანია შფოთვითი პატერნის შესამცირებლად, ვინაიდან გახშირებული სუნთქვა ერთ-ერთი ნიშანია ჩვენი ავტონომიური ნერვული სისტემის გააქტიურების და შესაბამისად ჩვენს ორგანიზმს ეძლევა შთაბეჭდილება, რომ თითქოს აი ვიხრჯობი და ჩვენი მოგრძო ტვინის მოსატყუებლად გვჭირდება აი ეს რომ შევიკავოთ სუნთქვა რაღაც პერიოდში და დავარეგულიროთ ჩვენი სუნთქვა. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ ფსიქოლოგიურ თერაპიებზე. რა თქმა უნდა, ფსიქიატრები გვყავს, პრაქტიკოსი ფსიქიატრები, რომლებიც აწარმოებენ ფსიქოთერაპიასაც მედიკამენტური მკურნალობის პარალელურად, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მათი რაოდენობა საკმაოდ მცირეა, ამიტომ ფსიქოლოგების ძალიან დიდი და ძალიან სასარგებლო დახმარება შეგიძლიათ გამოიყენოთ მათი, ვისაც აქვს ძალიან კარგი კვალიფიკაცია და შესაბამისად გამყარებული გამოცდილებით ამ დარგში, ამ სფეროში ფსიქოთერაპიის ამა თუ იმ მიმართულებაში. თუმცა ყველა ფსიქიატრი თავისი პირველი, მეორე, მესამე შეხვედრისას ჩვენ ვიყენებთ რაციონალურ ფსიქოთერაპიას, რაც გულისხმობს დაავადების შესახებ, მკურნალობის შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდებას ჩვენი პაციენტებისთვის. მედიკამენტური თერაპია
ძალიან მნიშვნელოვანია მედიკამენტებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ შფოთვითი ასლობების მართვაში და როგორც უკვე გითხარით ხშირად ფსიქოთერაპიასთან ერთად ვიწყებთ. კი ბატონო. აქ ჯგუფები მედიკამენტების არის ძალიან ფართო. ჩვენ გამოგვჭა და არ ვთქვით დოფამინზე ვისაუბრეთ, მაგრამ არ ვთქვით, რომ სეროტონინი არის ის უმთავრესი ნეირომედიატორი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში არის პასუხისმგებელი შფოთვის აღმოცენებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი რიგი ანტიდეპრესანტები, რომელიც ახალ კლასს მიეკუთვნება, ესაა სეროტონინის უკუმუტაციების შერჩევითი ინჰიბიტორები, სწორედაც რომ მუშაობენ არა მხოლოდ დეპრესიაზე, არამედ სეროტონინის საშუალებით მუშაობს მთელ იმ პრობლემებზე, რომელიც არის წარმოჩენილი შფოთვის დროს. მაგრამ გვახსოვდეს, ყველა პრეპარატს შესაძლებელია გარკვეული პერიოდი ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. არ შეიძლება თქვენთვის დანიშნული პრეპარატის თქვენი მეზობლისთვის გადაანიშნა. არ შეიძლება დადებითი გამოცდილება თქვენი მეგობრის იყოს თქვენთვისაც ზუსტად იგივეს მომცემი. რატომ? ამასაც უკან გენეტიკა უდევს. ცნობილია, ფაქტია, რომ როდესაც ჩვენთან მოდის პაციენტი, ვეკითხებით, ხომ არ ქონდა დედას შფოთვა და რაზე რეაგირებდა, რომელი წამალი იყო მისთვის უკეთესი. ეს გარკვეულწილად აჩვენებს იმას, რომ ჩვენ მართალია არა გვაქვს შესაძლებლობა გენეტიკური ანალიზი ჩავატაროთ კონკრეტულ მედიკამენტს უპასუხებს თუ არ უპასუხებს ეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ წარმოდგენა მაინც გვექნება სეროტონინის უკუმუტაციების სელექციური ინჰიბიტორი მუშაობს, ანუ SSRI, თუ იმუშავებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტი თუ ანუ ძველი თაობის ანტიდეპრესანტი. არის ძალიან საინტერესო ჯგუფი პრეპარატების, რომელსაც ჩვენ უწოდებთ სეროტონინის და ნორეპინეფრინის უკუმუტაციების ინჰიბიტორებს. ისიც გამოირჩევა თავისი საკმაოდ მაღალი ეფექტურობით, თუმცა ამ შემთხვევაში ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ვინაიდან გარკვეულ პრეპარატებს ამ ჯგუფიდან აქვს ეგრეთ წოდებული დამოკიდებულების, ფიზიკური დამოკიდებულების, არა ფსიქოლოგიური დამოკიდებულების გარკვეული მიმანიშნებლები და ფრთხილად უნდა მოხდეს მედიკამენტის მოხსნა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პაციენტმა, რომელსაც არ მოეწონა პრეპარატი და აი ასე უცებ შეწყვიტა, მას შეიძლება განუვითარდეს ეგრეთ წოდებული აღკვეთის მდგომარეობა, იმიტომ რომ ჩვენი ნეირომედიატორული სისტემა გარკვეულად თავს უკეთესად გრძნობდა, როცა მედიკამენტების მოქმედების ქვეშ ვიყავით და გრადუალურად თუ არ დავწიეთ, შეიძლება ისევ გასმაგებულად წამოვიდეს ის სიმპტომატიკა, რა სიმპტომატიკის გამოც იყო დანიშნული პრეპარატები. ანუ რეალურად არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მედიკამენტურ კომპლექსს მიმართოთ ექიმის გარეშე და აუცილებლად ექიმმა უნდა გამოგვიწეროს, იმიტომ რომ მე გამიგია ბევრისგან სამწუხაროდ, რომ აი სვავს და კარგი შედეგი აქვს და მეც ხომ არ დამელია, რაც როგორც თქვენ აღნიშნეთ, მოგვიწევს ანტიციენს. ნახეთ, დეპრესია მაგალითად, მოვიყვან ესეთ მაგალითს. დეპრესია ხდება ორი დიდი დარღვევის დროს. ერთია უნიპოლარული დიდი დეპრესია, რომელიც ხასიათდება შექცევადობით და ცხოვრების განმავლობაში შეიძლება ადამიანს რამდენჯერმე ჰქონდეს დეპრესიული ეპიზოდი. მაგრამ არის მეორე დაავადება ფსიქიატრიაში, ესაა ბიპოლარული აფექტური აშლილობა, ანუ ბიპოლარული აშლილობა, რომელშიც მონაცვლეობს დეპრესია მანიასთან. დეპრესია, ანუ დათრგუნული გუნებგაწყობა, აწეულ გუნებგაწყობასთან, სადაც ძალიან მძიმე სოციალური შედეგებიც შეიძლება დაგვიდგეს. პაციენტი, რომელიც ვნახე მე 2023 წლის, მაგალითად 1 მაისს და იყო უნიპოლარული დეპრესიით დიაგნოსტირებული, არაერთხელ უკვე რეკურენტობა, შექცევადობა და დავუნიშნე ანტიდეპრესანტი. შეხვდა მეორე პაციენტს,
და მას ამ დროს აქვს ბიპოლარული და უთხრა რომ თან ძალიან კარგად გრძნობს რომელიღაცა მედიკამენტი. მან დაიწყო მოხმარება და 2 კვირაში უმწვავეს მანიაში მოხვდა ფსიქიატრიულ სტაციონარში. აი ესა, იცით, ამიტომ ექიმი რომ არ იყოს საჭირო ფსიქიატრის დიპლომს რომ ქუჩაში არ იგებდეთ, იმიტომ რომ ოდესღაც ვიღაცამ წამალი გამოგიწერათ. აი ასეთი შემთხვევისაგან ნამდვილად დასხვეული ვერ ვიქნებ. ნამდვილად გესახმებით 100%. დაუცილებლად მოგვითვალე სპეციალისტები ზუსტად ამისთვის არსებობენ. და ზუსტად იმ თემაში შევეხეთ, რაც მინდა რომ ბოლოს ვისაუბროთ, ხელმისაწვდომობა საქართველოში. რამდენად ხელმისაწვდომი არის თუნდაც ფსიქოთერაპევტის მომსახურება მისვლა და აი ამ სახელმწიფოს როლი რა არის ამასთან დაკავშირებით. 1993 წლიდან იმ 4 თუ 5 სახელმწიფო პროგრამას შორის, რომელიც ფინანსდებოდა საქართველოს სახელმწიფოს მიერ, არის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა, რომელსაც ადრე ფსიქიატრული დახმარების პროგრამა ერქვა. რა თქმა უნდა, ჩვენი ტიპის სახელმწიფოში ყველა მიმართულებას, ყველა ფსიქიკურ დარღვევას სახელმწიფო ამ კურნალობას თავის თავზე ვერ აიღებს. თუმცა მძიმე ფსიქიატრიული შემთხვევები, როგორიცაა შიზოფრენია, ბიპოლარული, მძიმე დეპრესია, პოსტტრაუმული სტრესული აშლობა და ასე შემდეგ, როგორც ამბულატორულ, ასევე სტაციონარულ დონეზე სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. მედილის მეორე მხარეა შფოთვითი დარღვევები. გარკვეულმა სადაზღვევო კომპანიებმა აიღეს თავის თავზე ვალდებულება და ამიტომ, როდესაც ადამიანი მიდის დაუშვათ სადაზღვევო კომპანიაში და ყიდულობს სადაზღვევო პოლისს, მე ვურჩევ რომ იკითხოს, რა მოცულობით შეიძლება თანამონაწილეობა მიიღოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პროცესში სადაზღვევო კომპანია. გვაქვს გადამფარავი დიაგნოზები ნევროლოგებთან, რომელთა მონაწილეობა დაზღვევაში არის საკმაოდ მაღალი და შესაბამისად გარკვეულ ნოზოლოგიებს, ჩვენს დარღვევებს, დაზღვევა ნევროლოგების ხელით ანაზღაურებს. ესაა რეალობა. რა თქმა უნდა, საზოგადოების ინფორმირებულობა. საზოგადოებამ ასევე უნდა იცოდეს, რომ მას აქვს უფლება მოსთხოვოს სახელმწიფოს რაღაცები და აქედან გამომდინარე, თუ ბევრი ადამიანი მიმართავს შესაბამის სტრუქტურებს, შესაბამის ორგანოებს, მაგალითად იმის მოთხოვნით, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობას უფრო მეტი ყურადღება მიექცეს, ჩვენ მზად ვართ, მართალია ძალიან ცოტანი ვართ ფსიქიატრები, მაგრამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში უკვე ძალიან ბევრი ადამიანია ფსიქოთერაპევტების, სოციალური მუშაკების, იგივე ჩვენი ექთნების სახით, რომლებსაც შეგვიძლია შესაბამისი მხარდაჭერა აღმოგიჩნდათ. მე ერთ რაღაცასაც ვიტყვი. შფოთვით ასლობაში ქალთა წილი ჭარბობს, ქალებში უფრო მეტია შფოთვითი დარღვევები, ანუ გენდერული პროფილი გააჩნია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ მამაკაცებში საკმაოდ მაღალია შფოთვითი დარღვევები, უბრალოდ გამკლავების სტრატეგიები აქვს განსხვავებული და მე წეღანაც ვახსენე იმის შესახებ, რომ შესაძლებელია წამალდამოკიდებულება ალკოჰოლის მოხმარება იყოს თვითმკურნალობის ფორმა, რომელიც საბოლოო ჯამში იღებს იმ კატასტროფულ სახეს, როგორცაა წამალდამოკიდებულება და ალკოჰოლ დამოკიდებულება და ასე შემდეგ. მე მყულია, რა თქმა უნდა, მამაკაცი პაციენტი და არაერთი, რომლებსაც ჰქონდათ ძალიან წარმატებული კარიერა და ერთ მშვენიერ დღეს, სწორედ აი გულის პრობლემებით დაეწყო, წვავე კარდიოლოგიური პრობლემებით დაეწყო თავისი პრობლემა, თავისი შფოთვითი
შეტევა, ანუ პანიკური ასლობით დაიწყო, რომელსაც ვერაფერთან აკავშირებდა და სხვათა შორის საინტერესოა, რომ აი ეს თემური მერე, როდესაც ჩვენთან მოვიდა და უკვე შემდგომი განვითარება მიეცა მის მდგომარეობას, გამოირიცხა იქ კარდიოლოგიური პრობლემები, გამოირიცხა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, ანუ ენდოკრინოლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ და მოვიდა ფსიქიატრთან. ერთ-ერთი რაც გაიხსენა იყო, რომ დაახლოებით 2000-იან წლებში პატარა ბიჭი რო ვიყავიო, მანი ხუანა რომ მოვწეო, იმის მერე მქონდა ასე გულის აფრიალებო, მაგრამ იმის მერე არც მომიწევია და რა მოხდაო. დიახ, არ მოგიწევიათ, შეიძლება არაფერი, მაგრამ ტვინმა დაიმახსოვრა აი ეს აფორიაქების გამოცდილება და სრულიად სხვა ტრიგერთან. თქვენ რო ვერ შეამჩნიეთ, ტოლობის ნიშანი დაუსვა იმ სიტუაციას და გამოვლინდა ასეთი მძაფრი რეაქციებით. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ ესე იგი ის ამბობდა, რომ წლების განმავლობაში მიმართავდა და ესეც ყურაც აღებია სპორტს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო გამკლავების საშუალებას სტრესებთან მიმართებაში, კერძოდ მუდმივი შიშის გამო მან ერთი პერიოდი ხო დაანება თავი ყველანაირ გასართობს, მაგრამ იხსენებს, რომ მას ჰქონდა წარსულში გამოცდილება თხილამურების გამოყენების, ადრენალინის გამოყოფის და როცა ემოციური სფერო უკეთესი ხდება და სხვათა შორის აი იმის გამო, რომ კარდიოლოგიურმა შემოწმებამ დადებითი შეფასება მისცა მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამან უბიძგა და კვლავ დაუბრუნდა თხილამურებს. აი ეს სპორტში წასვლა, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და გარკვეული 3 თვემდე, თუმცა შესაძლებელია 9 და 12 თვეც დაგჭირდეთ მედიკამენტი, როცა ამ მდგომარეობა მძიმეა, ამით მან შეიძლება ითქვას, რომ თავი დააღწია თავის პრობლემებს, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ ერთ-ერთი რამ სტრატეგია, რაც მან აირჩია და მე მიმაჩნია, რომ ერთი მხრივ დადებითიც არის, მაგრამ არადადებითი არის ის, რომ ყველგან პირველ პერიოდში ყოველ შემთხვევაში ასე იყო და მე მითხრა კიდეც დამავიწყო და წაღება და არაფერი დამართნიაო, თან ქონდა მედიკამენტი მწვავე სტრესის, მწვავე შფოთვის მოსახსნელი. და 3 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენი ურთიერთობა ასე ვთქვათ, აღარ ხდებოდა, მან დამირეკა და მთხოვა, რომ წამალი გამოუწერო და ვაიმე რატო რაში გჭირდება? არა იცით რა, იმას ვადა გაუვიდა და ხო შეიძლება ოდესმე დამჭირდეს და მაშინ თქვა, რომ უკვე მინდის მაგალითად სხვა ქვეყანაშიც მგზავრობს და მას აქვს ახარ უჭირს იმდენად, რომ მაგალითად იყო პერიოდი, როცა მეუღლის გარეშე ან საკუთარი ძმის გარეშე ის სახლიდანაც კი გადიოდა, არათუ საჭესთანაც არ ჩდებოდა იმის შიშით, რომ კარდიოლოგიური პრობლემის გამო, ანუ კარდიოგენული შოკის გამო ის შეიძლება მომტარიყო და ზიანი მიეყენებინა სხვა შორის ძალიან საინტერესო ადამიანი პრობლემაში ძალიან ხშირად თავის მორალს აჩვენებს. ის ამბობდა, რომ მას არ ეშინია სიკვდილს, მასშინია, რომ საჭესთან რომ მას ეს დაემართოს სხვას მოკვლას, რომ სხვას დააზიანებს და ეს არის ხოლმე ძალიან ხშირად ძალიან საინტერესო დამოკიდებულება, ემპათიას კიდევ ეს უფრო აღრმავებს სხვა პაციენტებს. ასეთ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ სრულად განიკურნა პაციენტი. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე მოდით ვთქვათ, რომ ვმართავთ. მართი კიდევ უფრო უკეთ ვაჩვენებთ ჩვენს მონაწილეობას ჩვენს ცხოვრებაში. დიახ, შეიძლება მას აღარასოდეს გაუმეორდეს მსგავსი შეტევა, მაგრამ ჩვენ ვართ არსებები, რომლებიც საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ჩემს გვერდით ცუდი რამ რომ მოხდება, მე შეიძლება ცუდ ხასიათზე ვიყო, მე შეიძლება გული ამიფრიალდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე ავად ვარ. მე უბრალოდ თავი შემახსენა იმ სიმპტომებმა და ადამიანური თანამონაწილეობა ხშირად სწორედ ამ სიმპტომებს გულისხმობს. ამიტომ არ მიმაჩნია სწორად ვთქვათ, რომ გამოვჯანმრთელდი, ჩვენ საუბრობთ, რომ მე ვმართავ ჩემს მდგომარეობას და ამითი ჩემს ხელში მაქვს. ეს უფრო რაღაც იმედია, კარგად თავის რწმენა, უფრო მიწაზე მდგარი და წარმატებული ადამიანის ასე ვთქვათ, ხატია ჩემში. კი ბატონო. გეთანხმებით აბსოლუტურად. ხელთ არის ძალიან ბევრი ბუნებრივი საშუალება. ეს ბუნებრივი საშუალება
უკავშირდება ჩემი ცხოვრების რეჟიმის მოწესრიგებას, ძალიან რთულია ერთი მხრივ, მაგრამ თუ ჩამოწერთ დღის რეჟიმს და მიყვებით მას, შეიძლება ერთი დღე ჩააგდოთ, მაგრამ არა უშავს, მაგრამ თანდათან გამოიმუშავებთ ჩვევას, გნებავთ ძილის ციკლის მოწესრიგებისთვის, გნებავთ თქვენი პიროვნული შფოთვის გამკლავების სტრატეგიების ჩამოყალიბების კონტექსტში, მაგალითად საკვები ძალიან მნიშვნელოვანია ტრამვის დროს. საკვები, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ტრავმულ მდგომარეობაში, აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი. არ შეიძლება ეგრეთ წოდებული junk food-ის გამოყენება, უმჯობესია გამოყენებული იყოს ხილი, ბოსტნეული და არა მაგალითად ტკბილეული, რაზეც მე უკვე ერთხელ რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ძალიან მნიშვნელოვანია სტრესის დროს მივიღოთ მიკროელემენტები. მიკროელემენტები, რომელიც ჩემს იმუნიტეტს, ჩემს ენდოკრინულ სისტემას შეუწყობს ხელს, იყოს ჯანსაღად და მზად ტრავმების დასაძლევად. ძალზე მნიშვნელოვანია, პირდაპირ მინდა გითხრათ, აუცილებელია მოციონი, ვარჯიში, ფიზიკური, მინიმუმ კარდიოლოგიური პრობლემა არის თუ დიაბეტის პრობლემაა თუ არაა პრობლემა, საშუალოდ დღეში 2-3 კილომეტრი ფეხით სიარული აუცილებელია. არა მაქვს საუბარი ჯოგინგზე, ამას უბრალოდ სიარული. და კიდევ სწორი სუნთქვა სიარულის დროს ამოძრავეთ ხელებიც და რაც მთავარია 1, 2, 3, 4 შეკავება, ესეთი ტიპის სავარჯიშოებით ძალიან მარტივია არასიარულის დროს, არამედ ეს მოსვენებულ მდგომარეობაში და რელაქსაციური ტექნიკა, საყვარელი მუსიკა ჩართეთ, არ ვურჩებ მეტალიკას ახალგაზრდებს, ჯობია რაიმე წყნარი მშვიდი შეიძლება რაიმე უყარდეთ და ის გამოიყენეთ ინტერნეტი და ნახეთ ნებისმიერი. ხო, არის უამრავი რელაქსაციური ტექნიკა, დღეს არათუ ინტერნეტთან წვდომის პრობლემა, დღეს უკვე ენის პრობლემაც არ არის და შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ ამის მოძიება. დაგეგმეთ გასვლები კიდე. ბუნებაში. არა მარტო ბუნებაში. იცით, შფოთვა ისეთი უნივერსალური სტრესორი შეიძლება გახდეს ერთი ადამიანის ცხოვრებისთვის, რომ ჩახუროს სხვებისკენ სავალი გზები. ამიტომ, როდესაც გრძნობთ, რომ თქვენ იქეთებით მიკროსამყაროში, აუცილებლად დაგეგმეთ კვირის ბოლოს, თუ მეგობართან არა, მუზეუმში გასვლა მაინც, თუ მუზეუმში არა, მაგალითად ბუნებაში გასვლა, სადმე გასეირნება და კიდევ თუ მარტო სულად გრძნობთ თავს და მეგობრების დეფიციტი გაქვთ და რაღაცა, ეგებ რაიმე ან ცხოველი, ან ჩიტი, ან რაიმე ცოცხალი არსება შეიკეთლოთ, რომელზედაც თქვენ ზრუნვას გადაიტანთ და ამ დროს თქვენი შფოთვა უკან დაიხევს. ხალხი უღრმესი მადლობა. ძალიან საინტერესოა თქვენთან საუბარი და მართლა ბულწოდ არ მინდოდა რომ დამთავრებული იყოს. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებთ. რაც უფრო მეტი პოდკასტი იქნება, რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს ძველგაზრდობას, ხანდაზმულებს, ახალგაზრდებს, ყველას აბსოლუტურად მეტად ექნებათ იმის შესაძლებლობა, რომ გაუფრთხილდნენ ყოველ წუთს თავისი სიცოცხლის ყოველ წუთს და ეს სიცოცხლეს მიესცენ უფრო მნიშვნელობა, უფრო მეტი მნიშვნელობა, რომ იცხოვრო და არა იცოცხლო. კი ბატონო, კეთახმობით სრულიად და ვფიქრობ, რომ ცოდნა ეს მთავარი რაღაც არის, რაც გვიხმარება. ნამდვილად. ვიყოთ კარგად.